მოგესალმებით, ხალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის კომიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგს ხდომას. კვორუმი არის, დღის წესრიგი დარიგებული გვაქვს, შენიშვნები, დამატებები ხო არაფერი გაქვთ დღის წესრიგთან დაკავშირებით, გთხოვთ დავამტკიცოთ. დიდი მადლობა. დღის წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი, ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორდიკე ჭეიშვილის, რატივ რანთამიშვილის, ალუდა ღუდუშეურის, დავით მათიკაშვილის, თენგის შარმანაშვილის, ალექსანდრე დაბადაძის, გურა მაჭარაშვილის და აკაკი ალადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესის წარმოდგენის საქართველოს კანონის პროექტის სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საკანონმდებლო კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით არის დაჩქარებული წესით დაამტკიცა ბიურო, მომხსენებელი ყავს საქართველოს პარლამენტის ბატონი აკაკი ალადაშვილი. მოგესალმებით ბატონო აკაკი, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტში. წარმატებებს გისურვებთ. გისმენთ ბატონო აკაკი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით და დამსწრე საზოგადოებას მივესალმები. ესე იგი, პირველი მოსმენის წესით წარმოგიდეთ დღეს კანონ პროექტს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ესე იგი, სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული არის კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის დადგენის წესი, მისი გაანგარიშების პირობები და პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა და ამ პირობიდან გამონაკლისები. უკანასკნელ პერიოდში ესე იგი გქონდა პრაქტიკა, როდესაც დამანგარიშებელ ორგანოს და გამცემ ორგანოს, რომელიც არის SIP სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიმღები პირების მიერ იქნა გასაჩივრებული სასამართლოში. და სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ყველა შემთხვევაში სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. და შესაბამისად მიუთითა, რომ ადმინისტრაციო ორგანოს სადავო საკითხი უნდა გადაეწყდა არა ზოგადი მე-7 მუხლში, რომელშიც ჩვენ გვინდა დღეს ცვლილებების შეტანა, უნდა გადაეწყდა არა ზოგადი, არამედ სპეციალური ნორმის საფუძველზე, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს გავსი კატეგორიის პირთათვის კომპენსაციის თანხის ოდენობას. და სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხემ არასწორად შეაფასა, ანუ SIP-მა არასწორად შეაფასა სამართლებრივი გარემოებები, რამდენადაც სპეციალურ ნორმასთან მიმართებაში უპირატესობა მიანიჭა ზოგადი ხასიათის ნორმას, რომლითაც დადგენილია სახელმწიფოს კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა და სპეციალური დათქმის ნორმის უგულოვყოფით მიიღო სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება. ამასთანავე სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას და არა სპეციალური ხასიათის ნორმას და არ უნდა ეხელმძღვანელა გამცემ ორგანოს ამ ნორმით და უნდა ეხელმძღვანელა სპეციალური ნორმებით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ზემო აღნიშნული კანონის მოქმედი რედაქცია redakcijas მე-7 მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს ჭერს, განსაზღვრავს ამ თანხას მაქსიმალური რა შეიძლება გაიცეს სასამართლომ. არ იხელმძღვანელა ამ მუხლებით და იხელმძღვანელა სხვა მუხლებით, რომელსაც დაარქვა სპეციალური მუხლები და გასცა საკმაოდ დიდი კომპენსაციები, რომლებიც ესე კომპენსაციის ოდენობები დაახლოებით კი არა წარმოადგენს ესე იგი 2797 ლარი იყო ერთ შემთხვევაში, 5033 ლარი იყო, 2794 ლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე-7 მუხლის და 30 მუხლის შესაბამისად, 30 მუხლი არის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონიდან, ჭერი ცალსახად წარმოადგენს 1035 ლარს. ესე იგი და ამასთანავე ესე იგი სასამართლომ მიიჩნია და დაავალა გამცემ ორგანოს, რომ კომპენსაციები დაეთვალა არა განაჩენის გამოტანის დღიდან, არამედ როდესაც ესე იგი მოსარჩელებს წარმოიშვათ მოთხოვნის საფუძველი იმ დღიდან. და რაც საშუალოდ ერთი პირის მიმართ 80,000 100,000 ლარს შეადგენდა გაცემული თანხის ოდენობა, რაც საკმაოდ დიდი თანხები გავიდა ბიუჯეტიდან და ეს ერთი ეს და მეორე არათანაბარ პირობებში ჩააყენა მიმღები პირები.
ზემოაღნიშნული ესე იგი გარემოების გათვალისწინებით კანონის ზოგადი და სპეციალური ნორმა ეგრეთ წოდებული ზოგადი და სპეციალური ნორმების ერთმანეთთან სრულად შესაბამისობაში მოყვანისა და მათი შინაარსის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა კანონის მოქმედების სფეროში მოქცეულ პირთა წრისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მარეგულირებულ ნორმებს თითოეულ შემთხვევაში დაემატოს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ამ კატეგორიის პირებისთვის გაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობაზე ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა მიუხედავად შესაბამისი ნორმის საფუძველზე გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა. ამ მიზნით, რომ სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის შესახებ მითითება გათვალისწინებული იქნეს შესაბამისი კატეგორიის პირებისათვის კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისას საჭირო არის ამავე კანონის მე-8, მე-9, მე-12, მე-15, მე-13, მე-17, მე-18, 21 მუხლებში ცვლილებების განხორციელება. და ასევე კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომლის შესაბამისათაც მოქმედება ვრცელდება მის ძალაშის შესვლამდე საქართველოს კანონის საფუძველზე დაანგარიშებული და გასაცემ დაქვემდებარებული კომპენსაციების ოდენობებზე. ეს კანონი შევა 25 წლის 1 აგვისტოდან ძალაში. დიდი მადლობა. გისმენთ ხალბატონებმა შეკითხვები გვაქვს? მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გამოტანისთვის. მე მაქვს ესეთი კითხვა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხო პირველი მოსმენაა პრინციპების დონეზე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რადგან ჩვენ გვისმენს ხალხი, მოსახლეობა პრაქტიკაში რა იყო? რა იქნება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, რამდენ ბენეფიციარს შეეხება და დაახლოებით რა თანხაზეა ლაპარაკი. ოღონდ მაქსიმალურად ძალიან ხშირად ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივების დროს, სესიების დროსაც ჩვენ უბრალოდ პრაქტიკაში გვაქვს ჩვენი დღის წესრიგიდან გამომდინარე და რეგლამენტიდან გამომდინარე კანონებს მიუთითებთ ხოლმე და მუხლებს მიუთითებთ ხოლმე ცვლილების შემთხვევაშიც, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძალიან ძნელად აღქმადია. ამიტომ აი ჩვეულებრივ რო გასაგებს სახალხო ენაზე, რომ გაიგოს მოსახლეობა. ნახეთ, ეს ახლა მე ამის დაფიქსირება გაკეთება, იმიტომ რომ ეს არის დამოკიდებული სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე. დიახ, კი. ოღონდ რა იქნება თქო მაგაზე გცემთ პასუხს, ანუ რა იქნება დაახლოებით ვერ გეტყვით ახლა, იმიტომ რომ სასამართლოში ხარ რამდენი პირი შეიტანს ამ მოქმედი კანონმდებლობიდან შეტანილ სარჩელს მაგის გაცემა, მაგის თქმა გამიჭირდება და რა იყო ეს მოგახსენეთ დაახლოებით აი აგერ უკვე 3 მაგალითი მოგიყვანით, სადღაც 80,000 ლარი იქნა გაცემული ერთხელ, საშუალოდ ერთხელ 100,000 ლარი იქნა გაცემული და ერთხელ კიდე დაახლოებით ესე 80,000 ლარი იყო დაახლოებით გაცემული. არა, ბატონო, იგი ესენი გაცემულია. კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც იმისთვის, რომ პირმა მიიღოს კომპენსაცია, სასამართლოდ დაჭირდება? არა. ხო, და რა იყო მანამდე და რა იქნება ამ კანონის მიღების შემდეგ ბენეფიციარებისთვის? ამას ვკითხულობ და რამდენ ბენეფიციარს შეეძლოთ დაახლოებით 1035 ლარი იქნება ჭერი, ანუ 1035 ლარზე მეც ვერ მიიღებს ბენეფიციარი და კიდე რა გაინტერესებდათ, ანუ 1035 ლარი იქნება ჭერი რა. მეტი საკონსტიტუციო და უზენაეს ხო 1200-ია. საკონსტიტუციო და უზენაეს 1200-ია, მათთვის ცალკე ჩანაწერი არის კი. დიახ, ამათთვის ხო ცალკე ჩანაწერი. ხო. არა, უკან გაცემულს უკან არა. არა, სასამაგანჩინებელ გვესალ ძალაში არის შესაძლებელი არა. წარმოშობილს შეეხება, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც ანუ უკვე დაანგარიშებული არის და ჯერ არ შესულა თქვა სასამართლოში. ბატონო აკაკი, ძალაში 1 აგვისტოდანო და თუ კი ესია და გაიცემა ეს თანხები, რომელსაც ვთვლით, რომ
ჭარბად არის გაცემული და ვთვლით რომ დღეს ახლა უპირისპირდებით ამ გაცემულ თანხებს. ხორჯობია, მაშინ 1 ივლისიდან შევიდეს ძალაში და ჩვენ გვაქვს ეს დაჩქარებული წესით ფოდის პრაქტიკულად ამ კვირაში უნდა გავიაროთ ეს კანონი, რატომ იხებძღვანელეთ 1 აგვისტოთი, ერთხელ ამ შეკითხვას დავამატებ და მეორე შეკითხვა მაქვს, როდესაც ეს სარჩელები, როდესაც მივიღეთ ეს კანონი ჩვენ სამკომიტეტში ვიხილავდით, ამის შემდეგ შევიდა სარჩელები სასამართლოში და ყველა ინსტანციამ დააკმაყოფილა? დიახ, კი. და ხო არ იყო მცდელობა რომ გამოვიდა რაღაც იურიდიული ნონსენსივით, ხო? ხო არ იყო აქ საკონსტიტუციაში მიმართვა რომ განემარტა რომელი კანონი იყო, თქვენ აღნიშნეთ რომ იხებძღვანელეს იმ პუნქტით, ეხებძღვანელათ ამ პუნქტითო და ამიტომ საკონსტიტუციაში მიმართვა არ ყოფილა, უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო და უზენაესმა სასამართლოც იხებძღვანელა იმით რომ ეს მეშვიდე მუხლი რომელიც ჩვენ შეგვაქვს ახლა ცვლილება იყო ზოგადი ნორმა და ამით არ უნდა აიხელმძღვანელა გამცემ ორგანოს და უნდა აიხელმძღვანელა სპეციალური ნორმები. საკონსტიტუციამდე არ მისულა, უზენაესი იყო ბოლო ინსტანცია. გასაგებია. დიდი მადლობა. შეკითხვები კიდევ ბატონო დეპუტატებო. მადლობ ბატონო გაგი მიმართავ თითოეულ ჩვენს პოტენციურ ბენეფიციარს ადამიანები ასაკში, რომელიც გადავდივართ საპენსიო ასაკში, მიახლოების დროს ეს კანონი გამოქვეყნებული დაგვდება, რომელიც ჩვენს უფლებრივ ნაწილს გაათანასწორებს და სწორი შენიშვნა იყო მოხსენებლის მიერ, რომ ერთ-ერთი გახდათ აი ამ უთანასწორობის შეგრძნება მოსახლეობის დიდ ნაწილში და მეორეც უკვე არსებულ ბენეფიციარებში ერთმანეთის მიმართაც იყო უთანასწორობის შეგრძნება. რომ ერთნიღებულობდნენ მეორენი არა და ამიტომ კანონი იმიტომ არსებობს რომ ამის ზედაჭერი დაარეგულიროს და ეს მითითებული იყო გამონაკლისით სახითაც. მე ერთი შეკითხვა მაქვს და შეიძლება ეხლა გაგიმეს არ იცოდეს, მაგრამ ვინცაც ხელეწიფება იქნებ იმათმა სასიცოცხლო პერიოდში გადახედონ ამ საკითხს. პირველი პრეცედენტი როგორ დაფიქსირდა პირველი და პრეცედენტს აქვს ძალიან ასე დროს გადაწყვეტილი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის ჩვენთვის ყველასთვის შესაძლებელი უზენაესია და სასამართლო იმიტომ არსებობს ყველაზე სწორ მაკონტროლებლად და სწორ შემფასებლად ჩვენივე მიღებული კანონების მოქმედების. პირველი პრეცედენტი, რომელმაც დაუშვა ეს გამონაკლისი და მერე წამოვიდა ტალღასავი წავა ეს ყველა და იმის მერე აღარ გაჩერდება და მივედით აი აქამდე სანამდეც მივედით. მე მაინტერესებს პირველი პრეცედენტი თუ იქნება შესაძლოა სლომისათვის, აი ეს კითხვა რომ მე სლომაზე არ გავემეორო და მოხსენებას გაგიადვილდება პრეცედენტის დასახელება, გადაწყვეტილება რომელსაც მიიღო 1025-ის მაგვირად 3000 გამოწერა თუ 5000 არ მახსოვს. ეს პრეცედენტი რატო იყო დაშვებული? და როდესაც ერთი პრეცედენტი გაჩნდება, იმ სფეროში მოღვაწე ადამიანებს გაუშვებათ ბუნებრივი სურვილი თვითონაც განაცხადი მიიტანონ იმან თუ მიიღო ამდენი პენსია 5000 და მე 1025 რატო უნდა მივიღო და მე წავა და ყოველთვის ამ შემთხვევაში მოსარგებლის ან სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი სასამართლომ და მოხდა ის აღრევა, რომელიც თქვენ დაასახელეთ ციფრებში. აი 2300 რაღაცა, 5060 და ასე და ასე ხო? აი ეს პრეცედენტს დასაწყისი როდის მიეცა. როდის მიეცა დასაწყისი. მარტო ეს იქნება ძალიან საინტერესო და კონკრეტული შემთხვევაში გვარის დასახელების გარეშე. რა შემთხვევა იყო? კი ბატონო. ხო ბატონო. მოგესალმებით, ერთი დაზუსტება. ბატონო, მე 15-21 მუხში ჩვენ გვიწერია რომ პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემდეგ 18 წლის ასაკამდე და შრომის უნარო მეუღლეს დაინიშნება პენსია 75%. აქამდე როგორ იყო? აქამდე მგონი იყო 100% და ჩვენ შევუმცირეთ ახლა? ესე იგი რომელი მუხში არის საუბარი კაბატონებმა? მე 15-21 მუხლი. იქნებ ესეც მე? მე 15-ს ერთი წუთი. თუ იგივე იყო მაშინ? არა. არა, ეს ნახეთ, აქაც იგივენად აქ არაფერი არ იცვლება, აქაც უბრალოდ მოხდა ჩანაწერი, რომ მე7, ანუ ჭერი იგივენაირად 1025 ლარი გაენის საზღვა, რომ მე7 მუხლის შესაბამისად, თორე აქ შეიტოში ნასობრად არაფერი არ შეცვლილა. კი ბატონო, კი ბატონო. ასაკის მიუხედავად. უბრალოდ ყველა აქ ჩამოთვლა თქვენ დასახეთ, ანუ კანონ პროექტში ყველა მუხს, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა სასამართლოს, რომ ინტერპრეტაცია მიეცა და განესაზღვრა ზოგადი ნორმა არის თუ სპეციალური ნორმა არის თუ შესაბამისად, ანუ განმარტებები გაეკეთებინა
უბრალოდ განსაზღვრეთ ჩვენ კაფეო და იმპერატიული ხასიათი მივეცი თვითონ ნორმას, რომ ანუ მე-7 მუხლს ვეღარ აცდებიან. მე-7 მუხლი იქნება, ანუ მაქსიმალური ზღვარი. მე-7 მუხლში განსაზღვრული თანხა. ანუ ზოგადი მუხლი რაც არის, ის იქნება კი, თუ დანარჩენი ყველაფერი იგივე რჩება, უბრალოდ ზოგანის საზღვრა მაქსიმუმი რა. კიდე შეკითხვები? ჩვენთანაც კომიტეტში არაერთი წერილი შემოდის, როგორც მოქალაქეებიდან, ასევე ყოფილ მოსამართლეებიდან. ვიხილავთ ჩვენ ყველა ამ წერილს ვიხილავთ სამინისტროებთან, მთავრობასთან ერთად ერთობლიობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი, საკმაოდ გამჭვირვალე. მივესალმები სასამართლოს პოზიციას და მათ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს დღეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მათ მოქმედებაზე და თავარი არის ის, რომ ჩვენ როგორც საპარლამენტო ორგანო ვალდებული ვართ მივიღოთ ის კანონები, რომელიც ჩვენ ყველა მოქალაქეს თანაბარ პირობაში ამყოფებს და იქნება სათანადოდ განხილული კომპენსაციების საკითხი. კიდე შეკითხვები თუ არ არის ბატონოზაზეს იგი დავამატებ ეცამო ჩვენ ძირთად ანუ ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეგ იყო რომ არა თანაბარ პირობებში ააყენებდა მიმღებირებს რა დამნიშნულოვანი იყო ეგ გამსვლელების შესატანად. კი ბატონო გეთახმებით აბსოლუტურად. კეჭის ყველაზე დავაყენებ მაშინ ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა ერთხმად. დიდი მადლობა ბატონო აკაკი. მადლობა. თუ შეკითხვები დამატებები არა გვაქვს, ამით კომიტეტის ხდობა დასრულებულია. დროებით შევხვდებით სესიაზე.